არსებობდა სერჟანტთა საბჭო, რომელიც განიხილავდა ზოგადად შენს კარიერას. და კარიერა უნდა ყოფილიყო შემდეგნაირი, ანუ შენ არ შეიძლებოდა ყოფილიყავი მხოლოდ საბრძოლო ქვედანაყოფის წარმომადგენელი. იმიტომ რომ შენ საბრძოლო ქვედანაყოფში თუ დახარჯავ უფრო მეტ დროს, შესაბამისად შენ ყალიბდები როგორც საბრძოლო ქვედანაყოფის მეთაური და ანუ თან ხვდებით რომ მენეჯერი უნდა იყოს არა მხოლოდ ერთი რაღაც განკუთვნილი ხაზით, არამედ მრავალფუნქციური, მულტიფუნქციური და შესაბამისად ანუ იმას უნდა ქონდეს ანუ ეს მოიცავს ეს კარიერული განვითარება, ანუ შენ უნდა იყო გარკვეული წლები საბრძოლო ქვედანაყოფში, უნდა მიიღო გამოცდილება პრაქტიკულ თეორიულ, გადადიხარ სასტავო მართვაში. და ეს ყოფილი რატო არის? ჩვენ ხომ მრჩევლები ვართ, ანუ სერჟანტები ვართ. დამხმარე რგოლი და მრჩეველი, ესე რომ ვთქვათ, პირადი შემადგენლობების საკითხში. ანუ უკვე თანამდებობ მე ვიძახი სერჟანტები, რომლებიც აი უკვე ბატალიონის და ბრიგადის სერჟანტები ხდებიან. ესენი არიან უშუალოდ მენეჯერები და კარგი მრჩეველები მეთაურის. თუ რამ მდგომარეობაშია მისი ქვედანაყოფი ფიზიკურად, მორალურად, შეუძლია თუ არა დასახული ამოცანის აღსრულება, შესრულება, აქვს თუ არა ძალა და ანუ შესაბამისი მომზადება და საშუალება. შესაბამისად ლოჯისტიკაში სერჟანტი აუცილებლად პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე. რაზე ვსაუბრობდი? შენს ისტორიაზე, სერჟანტობის განვითარების. ხო, ანუ შესაბამისად, ანუ ჩემი დაგეგმით ყოველ შემთხვევაში პირველი ნახევარი არ მოხდა, რაღაცნაირად მე ანუ ომის, ანუ როცა დავიჭერი უკვე მოხდა ჩემი გადმოყვანა განათლების სარდლობაში. ბოდიში არ მოგესმათ თორნიკოროთას ვაში დაიჭრა, თუმცა ამ ამბავზე იმ ეპიზოდში ვილაპარაკებთ, როცა ომზე ვილაპარაკებთ. ხო, მოგეთ. განათლების სარდლობაში. განათლების სარდლობაში გადავედი, თან ახალი ჩამოსული ვიყავი ამერიკიდან და რაც სწორია, ასე ვთქვათ, როგორი სისტემაც იყო, თუ შენ განათლებას მიიღებდი, სადმე ის განათლება შემდეგ უნდა ასე ვთქვათ, გაგეზიარებინა სხვებისთვის და ამისთვის გადადიოდი როგორც დავუშვათ ინსტრუქტორი, რომელიღაც ქვედანაყოფში გამოცდილების გაზიარებისთვის. ნუ მეც მომეცა საშუალება, გადავედი განათლებაში, შემდეგ მომიწია საშტაბო თანამდებობებზე ყოფნა, დაგეგმარებაში იქ რაღაც ეს სამის სამსახურში, ნუ მაგას ეხლა რო არ განვაცოთ რა სამსახური არის, სხვადასხვა სამსახურებში და პირველი ნახევარი თითქოს თვითონ დაალაგდა, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ესე იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სერჟანტი და მათ შორის ოფიცერი სხვათა შორის ფუჭდებოდა ერთ სამსახურში რაღაცა უპერსპექტივოდ აფუჭებდა თავის კარიერას. რაც შემდეგ უკვე საბჭო, როცა განიხილავდა შენ რა თანამდებობებზე და რა ქვედანაყოფებში იყავი, მაგის მიხედვით გარჩევდა შემდეგი თანამდებობისთვის და საბედნიეროდ მე აღმოჩნდი იმ სიაში საკმაოდ ახალგაზრდა, რომელსაც თითქმის აი სწორად მოქონდა თავის კარიერა, ესე რომ ვთქვათ. ვინ შედიოდა ამ საბჭოში? საბჭოში ანუ ძალიან კარგი კითხვა რა ისე დასვირო მე გამურჩა. რაც მთავარია ამ საბჭოს ხელმძღვანელი იყო სერჟანტი. თვითონ სერჟანტები არჩევდნენ. თვითონ სერჟანტები არჩევდნენ სერჟანტს, ანუ უყურეთ ბოლოს ესე იყო რა, შენ შეგეძლო, ესე რომ ვთქვათ, შენ თვითონ შეგეცო თანამდებობაზე რაღაცა თუ იყო ვაკანტური, შენ შეგეძლო, ანუ კრიტერიუმები ჩამოთვლილი რა თქმა უნდა, კურსი ეს ის, ანუ ეს წარადგენდი შენ თავს. იყო ანონიმური რა თქმა უნდა ეს ყველაფერი და საბჭოზე ხდებოდნენ ადამიანები, რა თქმა უნდა იქ შესაბამის სამსახურების დაკვირვება ის რაღაც HR-ის სამსახური, ანუ ოფიცრებიც იყვნენ. ოფიცრებიც იყვნენ რაღაც ეტაპზე და მე სამოქალაქო სერჟანტებიც. და ეს წარმოიდგინე ვისხედით, რატი შემოიტანდა თავის პირად საქმეს, წარადგენდა თავის თავს რაღაც კონკრეტულ თანამდებობაზე, კრიტერიუმების გათვალისწინებით და სერჟანტები ესე ბრმად, სადაც ვერ ხედავდით, ну ეხლა ცოტა მარტივი იყო ჩვენთვის ზოგიერთ სამსახურში. ხო, ვის საკურსია გავლი რაღაცნაირად ხვდებოდით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდებოდით. და ერთი მინუსი მაგ საბჭოს რაც ჰქონდა, რაც ჩვენ უკვე გადავიტანეთ ეს რო ვთქვათ პირველივე ეტაპზე და საჭირო იყო ეს ყველაფერი იყო, ვერ ხედავდით მის ლიდერულ თვისებებს, ანუ ამ მოცემულ საქმეში. რაც შემდეგ სხვადასხვა მეთოდებით რაღაცნაირად პრობლემა შეგვიქმნა, მაგრამ ეხლა რო ნიშნავდით ადამიანს, მე აღმოჩნდებოდა, რომ არ იყო კარგი ლიდერული თვისებები არ ქონდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო, ძალიან კარგი პროფესორი. CV მოკლედ, მაგრამ არ ქონდა ლიდერული თვისებები. და ეს ყველაფერი შემდეგ რაღაცნაირად დარეგული და მე საერთოდ გაუქმდა, ესე რომ ვთქვათ, სამწუხაროდ ეს ყველაფერი, თუმცა ალბათ, ნუ რაღაც ეტაპზე თავის საქმე
გააკეთა ამ ყველაფერმა. თუ გავხდე, ახლა როგორ ხდება?